ბოლოს წყობიდან ვინ გამოგიყვანათ? გაჩნია რას ვეძახით? როდესაც წვირით გიჩნდებათ სრული რომ ხელით შეხებას არ გულისხმობ, მაგრამ აი დაამტრიოთ საგანი, ესე გამოსულ ხარ წყობიდან? თუ წყობიდან გამოსვლა ის არის რომ გინდა რომ რაღაცა დაამტრიო, კი იყო ასეთი, როდესაც ამას წინათ მანქანაში ვიჯექი და ჩემმა მეუღლემ ისეთი სიჩქარე აკრიფა მანქანით, რომ გადმოხტომა მინდოდა მანქანიდან, იმიტომ რომ ვერ ვიტან სწრაფ სიარულს და ეს კი იყო მიხდი რომ აი ახლა კი ხმამაღლა დავიყვირე რომ უბედურება მოხდება მეთქი და ეს მახსოვს, იმიტომ რომ მე თან მაქვს ამის ცუდი გამოცდილება, როდესაც ავარიაში მოვყევი და მით უფრო როდის მოხდა ეს? 2011 წელს, როდესაც ახალი დაბრუნებული ვიყავი საფრანგეთიდან, საჭესთან მე ვიჯექი და ანუ ძლიერად არ დაშავდით ამ ავარიის დროს? ძალიან დავშავდი და ტრამვები იყო? დიახ. მარტო ვიყავით მანქანაში? მე საჭესთან ვიყავი და მარტო ვიყავი კი და უკნიდან დამეჯახა დიდი მანქანა და რასთავარი შემდეგ მიმატოვა და ვერც გაიგეთ ვინ იყო? რა თქმა უნდა გავიგე კი. დაურეკეთ? მაშინ არ დამირეკავს, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, მაგრამ შემდეგ წლები რომ გავიდა, შემთხვევით მოვხვდით სადღაც ერთად ქონა გასაუბრების საშუალება და იცანით თუ თვითონ გიცნოთ? ვიცოდი გვარი და სახელი და რა გითხრათ? აი რატო წავიდა იმ დროს? შეეშინდა? ასე აღმოჩნდა კი, იმიტომ რომ იქ არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ მარტივად გადავრჩებოდი და ამის გამო ალბათ რაც ახლა ადამიანს როდის რაში შეგიპყრობს, ძნელი სათქმელია, ზღვის მაგივრად თქვა, ამიტომ სიკვდილს ჩახედეთ თვალებში. დიახ. რთული იყო ეს, როცა გაიაზრეთ. არა სხვათა შორის, ამიტომ არ შეგეშინდეთ არავის. ეს არის ის განცდა, როდესაც უცბად ხარ და რაღაც მომენტში აღარ ხარ და ეს მომენტი, როცა აღარ ხარ, რამდენიმე წამი გრძელდება და სულაც არ გიტრიალდება, ყოველ შემთხვევაში მე არ დამიტრიალდა თავში მთელი ცხოვრება, რა დავაშავე, რა გავაკეთე, არაფერი. უბრალოდ აი თავში რომ რაღაც მოხდებათ და დარეტიანდებით და აგერევათ სურათები თვალებში, ეს გრძელდება რამდენიმე წამი. ვინ გიშველათ, ანუ ამ ადამიანმა მიგატოვოთ? სასწრაფო. ვინ გამოიძახა მაშინ? ალბათ გამვლელებმა, არ ვიცი, ამდენი ინფორმაცია დღემდე არ მაქვს რა მოხდა. და თქვენ არაფერი უთხარით, თვითონ გასაგებია რომ გაჩუმდა, როდესაც რა თქმა უნდა უთხარი, რომ დაბადების მოწმობაში რა სქესიც გიწერია, ის მე მგონი შეცდომით გიწერიათ მეთქი და პასუხი? არაფერი განსაკუთრებული.